ტროტინის ციხეში მივდიოდი. ფაქტობრივად დამაბრალეს 500 ტონა ტროტინის შემოტანა და საქართველოს აფეთქება ამერიკელებთან ერთად. მდინარეზე გამოვიდა და თქვა, რომ მე ვარ, ესე იგი, გლობალური ომის პარტიის წევრი. იქნება ამიტომაც წახვედით ამერიკაში, რომ ახალი დავალებები მიიღოთ. თქვენ კი გვეცინება ამაზე, მაგრამ ეგ სხვა ლაიტმოტივი ედო მაგას. თქვენმა სამეცნიერო სტატუსმა და აქტიურობამ შეგიშალათ ხელი იმაში, რომ უფრო ადრე გელაპარაკათ იმაზე, რომ იყავით ძალადობის მსხვერპლი, უფრო ადრე გამოგეძახათ, თქვათ, პოლიცია. ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს, რომ მე ეს დამემართა. აი, როგორც ხალი შეხვდით, თქვათ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, იმას, რომ არ ესმით, რაზეც ელაპარაკებით თქვენ ტკივილზე, თქვენ გამოცდილებაზე, აი, რომ ქალმა უნდა მოითმინოს, ქალმა ხმარ უნდა მოიღოს, ქალმა უნდა დაინდოს და ქალმა უნდა შეინახოს ნამუსი. ანუ წასასვლელი ბილეთები იყიდეთ მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი დაიჭირეს? გადამაწყვეტინა კი. მე მივხვდი, რომ ამას გამიკეთებდნენ. მე არავინ აღარ დამიდოდა. მე პოლიტიკურ თავშეობას არ მოვითხოვ, იმიტომ რომ მე საქართველოში უნდა დავბრუნდე, არ ვფიქრობთ, რომ დიდი ხნით წავედი. ამჟამად ვიმყოფები ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იცით, რამდენი ხნით წახვედით, ან აი მინიმუმი რა არის, რაც ამ სტატუსით შეგიძლიათ იყოთ და მაქსიმუმი რა არის? ხო. ჯერ ვარ მივლინებაში, ეს სამეცნიერო, თქვათ, მივლინებაში 2 თვით. ანუ მე გაგრძელდება ეს უკვე საბათიკლით, ეს არის სამეცნიერო შვებულება. შვებულებაც არ არის, მუშაობ უბრალოდ უნივერსიტეტში, რომელიც თან აფილირებული არ ხარ, მაგრამ გაქვს, თქვათ, კონტაქტები, პროექტები და ასე შემდეგ და დროებით გადადიხარ იქ როგორც მეცნიერ თანამშრომელი. ალბათ, ვინაიდან სამეცნიერო მივლინებით ხართ წასული, რატო ჩათვალეთ საჭიროდ გეთქვათ, რომ აი დატოვეთ ქვეყანა იმის გამო, რომ საფრთხეს გრძნობთ და ეს საფრთხე მნიშვნელოვანია, რომელზეც ილაპარაკეთ, უბრალოდ აი საჯაროობა რატო აირჩიეთ? ვინმე იკითხავს, რომ ისედაც ხო შეგეძლოთ საჯაროობა იმიტომ ავირჩიე, რომ მე 2 თვით მივდიოდი, მაგრამ ეს 2 თვე აღარ გაგრძელდება, იქნება, თქვათ, სამისობრ ფორმა უნდა ჰქონოდა მას, მე ვიმუშავებ ჩვეულებრივად, მაგრამ მე არა მაქვს იმედი ქართული სახელმწიფოსი და ქართული დღევანდელი სასამართლოსი, რატომღაც ახლა სააპელაციო მოსამართლემ შორინა გუნცაძემ გადაწყვიტა, რომ საერთოდ უდანაშაულოა, იცით, ჩემზე იძალა და ეს უკვე იყო ჩემთვის და ჩემი ამერიკელი კოლეგებისა და თქვათ იგივე ქართველი კოლეგებისათვის უკვე წითელი ხაზი, ჩვენ მივხვდით, რომ აქ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მე შეიძლება გამოვეყენებინე როგორც გენოპიკი რუსულ სისტემას და სამაგალითოდ დავესაჯე. აქ ხა მე არც ვერ მიშველი და ვერამი. ისევე როგორც ჩვენ ამ ეტაპზე ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს იგივე პოლიტპატიმრებთან მიმართებაში. ამიტომ მე როდესაც წამოვედი, მე არ ვიცი რამდენი ხნით წამოვედი. ამიტომ განაცხადი ამის შესახებ. თქვენ ახსენეთ დევნა, ანუ სიტყვა დევნა ეხლა არ დაწყებულაო. როგორი აღქმა გაქვთ, რის გამო და როდის დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან თქვენი დევნა, იმიტომ რომ ეს ამბავი, რომელიც თქვენს წასვლას დაედო საფუძვლად, პრინციპში ორი ადამიანის ურთიერთობაა, ხო და აი თქვენი აღქმით სახელმწიფო სად და როგორ შემოვიდა ამ ამბავში თავისი ინტერესით თქვენს წინააღმდეგ? მე იმიტომ თქვენ დიდი ხანია აქტიურობთ, ხო, აი ეს განცდა რომ დევნის ობიექტი გაქვთ, ობიექტი ხართ, როდიდან გაქვთ? ყველაზე მძაფრად ეს ვიგრძენი 2021 წლებში ნამოხვანის და ვაშლიზმის ამბებიდან გამომდინარე. ეს დაიწყო უფრო აგრესიული სახით, როდესაც უკვე შეეხო ჩემი ინსტიტუტის, თქვათ, სადასაც ჩვენი ინსტიტუციის ხელმძღვანელობდი, მის ბიუჯეტს, მის ფინანსებს და ჩემ პირად პროფესიულ კარიერას, როდესაც მათ დაიწყეს, თქვათ, პროფესიული კარიერის შელახვა თავის შუაში. აქ იყო ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა. თავიდანვე იყო, რომ
ყოფილიყავი, ჩემს სიტყვას არ ჰქონოდა ფასი. ჩემი ხმის ჩახშობა უნდათ. ის რომ თქვათ მაგალითად, როდესაც დასკვნას მივიტან, როდესაც ვიტყვი, ხომ? რაც სიმართლეა და მე ასე მჯერა რომ ეს სიმართლეა და ეს ფაქტებით არის გამყარებული, თქვენ არ დამიჯეროთ. თქვენ თვლით, რომ ეს ხელისუფლების მცდელობა, რომ თქვენი რეპუტაცია შეელახა და ხმა ჩაეხშო, იმიტომ რომ არასანდო თუ არ ვიცი, საეჭვო ადამიანი ხართ, ეს გამოუვიდათ? არა. როგორ უნდა გამოუვიდეს? მე ხომ მარტო საქართველოზე არ მუშაობ, როგორც მეცნიერი. საქართველოზე ხა ჩემი ქვეყანა და რას ამბობ, ჩვენს სამეცნიერო სისტემას საზღვრები არ აქვს. მე საერთაშორისო ცნობადობაც გვაქვს, ხომ, ვინ რას ვაკეთებთ. ეხლა იმიტომ კი რომ მე განსაკუთრებულად კარგი მეცნიერი ვარ. მე განსაკუთრებულად შეიძლება მინდობა ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები, ვისთანაც ერთად გავატარე 15 წლიდან ამ დარგში ვარ. ამიტომ რასაც ვიცახი ქართულად ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც ყველა წიგნში წერია და რომელიც გოდოლაძეს არ გამოუგონია. ეს ასეა. მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ჩემი სფეროს ძალიან ბევრი წარმომადგენელი ისეთ კორუფციულ ჭაობში არის ჩაფლული, რომ ხმის ამოღების საშუალებაც არ აქვთ. და როდესაც მე ხმამაღლა დავიწყე ამ საკითხებზე ლაპარაკი, ძალიან ცოტა ადამიანი დამიდგა გვერდზე ამ პროფესიის. და ვაშლი ჯვარზე გკითხავთ, მაშინ თქვენი მოლოდინი და განცხადებები, რასაც აკეთებდით, იყო საკმაოდ აპოკალიფტური, რომ ეს ფერდი არის დიდი ნაპრალების მქონე და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქალაქისთვის. მე ეს გამაგრება ვნახეთ მერიის უცნაური მეთოდით, მაგრამ საზოგადოებას აქვს აღქმა, რომ ამან იმუშავა და არა სპეციალისტისთვის რთული შესაფასებელია. თქვენი მაშინ ატეხილი განგაში იყო თუ არა საფუძვლიანი და მერიის ეს გამაგრებითი სამუშაოები არის თუ არა ეფექტური. ამაზე მეც მაინტერესებდა თქვენი პასუხის მოსმენა და აი გამოვიყენებ ახლა ამ შანსს, რომ აუცილებლად ერთ რამეზე შევთანხმდეთ. როგორ ვითარდება გეოლოგიური პროცესები? ნებისმიერ ინტერვიუში თქვენ რომ ამოიღოთ კი, აპოკალიფტური სურათი უნდა დავხატოთ და სახატია, იმიტომ რომ ეს ფერდი ჩამოვა ქვევით. ან დღეს, ან ხვალ, ან მასზე, ან როდესაც იქნება, იმიტომ რომ ჩამონასვლელია ადრეც. ხდებით? ეს არის გეოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება დროთა განმავლობაში და მას ხელშემწყობი, ანუ მატრიგერირებელი ფაქტორები სჭირდება. მშენებლობა არის ხელოვნური, ეს არის ანთროპოგენური პრობლემა, რომელიც ასევე აქვს ლომის წილი და ეს არ უნდა გააკეთოთ და მთავარი აქ არის წვიმა და მიწისძვრა. როგორ ფიქრობთ ახლა იმ აპოკალიფტური წვიმის მერე, რაც მაგალითად 2015 წელს გქონდა თბილისში, ასეთი ნალექი იქ რომ მოვიდეს იმ მთაზე, რა მოხდება? თუ დააკვირდით, აი ამ მშენებლობების შემდეგ ის ხომ ვითომ გაამაგრეს? ის ერთი ნაწილი რო გაკერეს, ხომ ის? ქვემოთ რა ხდება? კედლები არის ამობურცული, წყალი გამოდის, გადახრილია ბევრჯერ მერიას აი ესე რომ თქვა არ განიცხადებია და არ დამიწერია დავურეკე და მიდით მე ვთხარი გააკეთეთ ეს ან რაღაცა გამაგრეთ ან გადაკეტეთ გზა, იმიტომ რომ ეს შეიძლება ხვალანზე არ ახართ გარანტირებული რომ არ წამოვიდეს, ხო? ძიმე მდგომარეობაა იქ. ფაქტობრივად გაღვივებული მეცნიერება. ამ გამაგრების მიუხედავად თქვენ თვლით, რომ საფრთხე არ მოხსნილა. არ მოხსნილა. და შესაბამისად თქვენი ეს განგაში იყო საფუძვლიანი და ანგარიშ გასაწევი. წასვლაზე დაგაბრუნებთ, იმიტომ რომ თქვენამდე იყო ნატა ფერაძე, რომელიც ასევე შესანიშნავი და აქტიური ადამიანია, რომელსაც ბევრი იცნობს და მის აქტივიზმს ინტერესით თუ სოლიდარობით ადევნებს თვალს და მაშინ ჩემთვის საყურადღებო იყო ის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს იყო
მარცხი თუ არასწორი გადაწყვეტილება, როცა მან დატოვა საკუთარი უსაფრთხოების და პატიმრობის თავიდან ასაცილებლად ქვეყანა. თქვენ ახალი წასული ხართ, ჯერ ესეთი შეფასებები თქვენზე არ მომისმენია, მაგრამ ალბათ ამაზეც ფიქრობდით, ხო, როცა საჯაროდ გააკეთებდით ამ განცხადებას, რომ ტოვებ ქვეყანას. სხვა ადამიანებზე რა გავლენა შეიძლება ქონდეს თქვენ ამ ნათქვამს? შეიძლება სხვები დაფიქრდნენ, რომ თუ საფრთხე მემუქრება წავიდე, ან დარჩნენ აქ და ჩაჯდნენ ციხეში, ანუ აი სხვაგვარი საფრთხე, ანუ გარდა ჩემი აქტივიზმისა აქ კიდევ სხვა მომენტებია, რაც მე მემუქრებოდა. ხო, აი ამაზე მინდოდა მომესმინა თქვენგან. ხო, ეს არის საკითხები, რომელსაც მე თავს ვარიდებ, რომ ვილაპარაკო. მე პირდაპირ დარტყმის ქვეშ ვიყავი და ეს მარტო ჩვენი მთავრობის პირველი პირებიდან არ მოდის, ახლა ესენი ხომ იმეორებენ, რასაც ავალებენ იმასა რა. და იქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მომენტი, როდესაც აი ამ ჩემი პირადი ცხოვრების, ასე ვთქვათ, ჩემი დისკრედიტაცია ვერ მოახდინეს, ხალხი ძალიან მაგარი ხალხია ქართველები, აი მე თუ გადამარჩინა რა, იმიტომ რომ პროფესიული კიდე სხვა პირად შეიძლება ძალიან დაგამარცხოს, დაგთრგუნოს და მე თუ რამემ გადამარჩინა, ეს არის ჩემი ხალხის მხარდაჭერა და ის სითბო და სიყვარული, რასაც ყოველ წუთში ვგრძნობ და გარეთ რომ გავდივარ, ეხლა რაც მაკლია აქ, მაკლია ის რომ გავდივარ გარეთ, არავინ არ მეფერება, თქო ხალხი და მესალმებიან რაღაცის ძალიან ის არის ჩემთვის, იმიტომ რომ ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან, იმიტომ მე ჯანმრთელობის მხრივ შემექმნა ძალიან დიდი პრობლემები. ეხლაც არა ვარ გამოსული მდგომარეობიდან, მოტორიკის პრობლემა მაქვს, იმიტომ რომ ორივე ფეხი დაზიანებული მაქვს და დამემართა, ასე ვთქვათ, ინსულინის გამო, ანუ ამ ნერვიულობის ფონზე განვითარდა პრობლემები, წონაზეც დამეტყო, მე მგონი მეტყობა ძალიან ბოლო 2 წელიწადში ძალიან ესეთი სახეცვლილება განიცადა ჩემმა ვიზუალმა. ამიტომ რომ გითხრათ სიმართლე ვიფიქრე ამაზე. დარჩენილიყავი და ჩამდგარიყავი, ოღონდ ზუსტად ვიცოდი, რომ პუტინის ციხეში მივდიოდი. ფაქტობრივად დამაბრალეს 500 ტონა ტროტილი შემოტანა და საქართველოს აფეთქება ამერიკელებთან ერთად. ეს ხო კომიკურად მიგაჩნიათ თქვენ? მართლა სასაცილოა ახლა, ხო? მიწისძვრებს რომ ვაწყობ და ბოროტი ადამიანი ვარ. მაგრამ თქვენ ხომ არც ამას რა უძღოდა წინ? რატომ თქვეს ეს? არა, რა უძღოდა? ეს იყო ამერიკული პროექტი, ამერიკელები, რომლებიც გარკვეული ინვესტიციის გაკეთებას აკეთებდნენ, ფიქრობდნენ საქართველოში, ხო? და ეს ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იყო და სამეცნიერო კვლევების იყო და ასე შემდეგ. დაბლოკეს. ამ საკითხს მე არ გავაგრძელებ, იმიტომ რომ მე არა მაქვს, როგორ გითხრათ, უფლება ილაპარაკოთ ღიად ამ ყველაფერზე. ღიად ამ ყველაფერზე, იმიტომ ჩემ კოლეგებს ეხება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მე ამაზე ალბათანათია, როცა ამბობთ დაბლოკეს, გულისხმობთ კონკრეტულ უწყებას და ადამიანებს თუ ზოგადად საქართველოს მთავრობას? მთავრობას. ანუ მეტი კონკრეტიზაცია არ შეგიძლიათ ამაში, ვინ დაბლოკა? რუსეთმა დაბლოკა. და თანხა რამდენზე იყო ლაპარაკი ან პროექტი რა ხან გრძელდება? ძალიან ცოტა. მან თანხებზე არ იყო ლაპარაკი. უსაფრთხოება იყო უფრო მნიშვნელოვანი და ის მიზანი, რასაც ემსახურებოდა ეს თანხები. რასაც ემსახურებოდა ეს თანხები და რასაც ემსახურებოდა ამერიკელების დაბლოკვა ყველა. ეხლა რა ქვია იმას? რა თქმა ჩემი ლაპარაკი, რომელი ამერიკული კომპანია მუშაობს ახლა საქართველოში? არა და მუშაობდნენ. პირისაგან მიიღეს აღგავეს გარკვეული პერიოდულობით და ძალიან ჭკვიანურად იქცევიან. დღეს ერთი ხვალ სხვაზე, მეორე, მასე მეოთხე და ასე შემდეგ. ქალბატონთია, ამ თქვენ ორ ბრძოლის ორ ველზე გკითხავთ. ერთია პროფესიულად, სადაც ასევე აწყდებით წინააღმდეგობას და მეორეა ეს პირადი, არ ვიცი რა ქვია ამას, ტრაგედია თუ დრამა თუ თავგადასავალი, რომელშიც აღმოჩნდით
გახვეული ტრაგედია ხო? უფრო. ჩემთვის პირადად ძალიან მოულოდნელი და ემოციური იყო, რომ აი ქალი, რომელსაც ვიცნობთ რაღაც ღვარცოფებთან, მეწყერებთან და ასე შემდეგ, ესეც სტიქიურ რაღაცებთან მებრძოლს შეიძლება ისიც კი არ იყოს ესეთი ცუდი გამოცდილებისგან დაცული და გაეხვეს მოკლედ ძალადობის ამ მასშტაბში, ხო? ჩემთვისაც ურთულესი იყო. მე ძალიან დიდი დრო დამჭირდა ამაზე ლაპარაკი რომ დამეწყო საერთოდ, ხო? პირადი ცხოვრება არის, ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, ხა ამისი ახსნა უბრალოდ წარმოუდგენელი რამ იყო, იმდენად გაართულა ყველაფერი თავად. ერთია, როცა ქალზე ძალადო და მეორეა, როდესაც ფაქტობრივად პირიქით იტყუები ამის შესახებ და პირიქით გამოყვას და როდესაც ამას ართულებდა მე ვხდებოდა თავიდან მეგონა რომ სამაგიეროს მიხდის მეთქი ხო რის გამო? თქვა იმის გამო რომ უჩივლეთ? ხო, რომ ვუჩივლე, იმიტომ რომ გაბრაზებულია, იმიტომ რომ თქვა ის გრძნობები იყო, ურთიერთობები იყო და ეს ახლა რატომ თქვა რატომ ვუჩივლე, იმიტომ რომ არის ხა ადამიანები თვითონ თავადაც თქვა ეს, იმიტომ რომ ცდილობდა ჩემთან ურთიერთობის აღდგენას. ეს მარტესი არ არის. ეს მარტივად არ არის, ის მწერდა და იყენებდა ჩემს მეგობრებს, რომ ჩემთან ურთიერთობა აღედგინა, ნუ თავიდან მეგონა რომ ეს ესე იყო, ამას ხსნიდი, ნუ მეტყობა მეც რაღაც გარკვეული სენტიმენტები მქონდა. და რა თქმა უნდა და მე მივხვდი რომ ეს თქვათ ესე არ არის. თქვენმა სამეცნიერო სტატუსმა და აქტიურობამ შეგიშალათ ხელი იმაში, რომ უფრო ადრე გელაპარაკათ იმაზე, რომ იყავით ძალადობის მსხვერპლი, უფრო ადრე გამოგეძახათ, თქვათ პოლიცია, უფრო ქმედითად დაპირისპირებოდით ამას, თუ მანამდე არ იყო ეს დღის წესრიგი? არა, იყო ძალადობის ფაქტები, ეხლა ნახეთ საქართველოში ეს უჭირთ. მე ეხლა როგორ გითხრათ, ეხლა გავერგვია ამაში. თქვენ ამ ნებისმიერი ქალი, თუნდაც ჩემი, აი მე ჩემთან კი ვერ ვპატიობდი დიდი ხანი, აი ჩუმად რატო იყავიო, ხო რომ მეუბნებით. ყველაზე დიდი ბრძოლა, რაც გავიარე, ეს არის ჩემ თავთან ბრძოლა. იმიტომ რომ მე ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს, რომ მე ეს დამემართა. ხო? ფსიქიატრთან დავდიოდი, მკურნალობ ფსიქოლოგთანაც და ფსიქიატრთან, იმიტომ რომ გაურკვეველი მქონდა რა დამემართა. და რატომ დამემართა? ეს მე. როცა ვერ შევამჩნიე, ისე მოვხვდი, როგორ გითხრათ, ანუ ისე ვიტანდი ძალადობას. ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდა? არა, 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ეს. ანუ აი ამ სიგნალებს, აი როცა ამერიკელებს ძალიან კარგი აქვთ ამ ფსიქოლოგებს და red flags, ხომ? აი red flag-ებს წითელი დროშები არის ეს ურთიერთობებში, ხომ? და აი როდესაც ასეთ ადამიანებთან გაქვთ თქვენ ურთიერთობა, ეს წითელი დროშები აუცილებლად არასოდეს არ უნდა უგულებელყოთ. მე ეს გავაკეთე. აი თქვენ ამ გამოძიების ფარგლებში თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ველაპარაკებით ცნობილ მეცნიერს, ქვეყნიდან წასულ აქტივისტს და ასე შემდეგ, აი როგორც ქალი შეხვდით თქვათ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, იმას რომ არ ესმით, რაზეც ელაპარაკებით თქვენ ტკივილზე, თქვენ გამოცდილებაზე, აი ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა, ყველა ზღვას გადავიდნენ. ეს იყო პოლიციაში? პოლიციაში იყო და როგორ იყო, იცით რომ, იმიტომ კი არა რომ თვითონ ცუდი ბიჭები არიან ან რაღაცა, ხო, ეს ასე ესმით მათ. აი რა იყო კონკრეტულად შეგიძლიათ გითხრათ? ის რომ მაგალითად თქვათ პირად თემებზე დაკითხვა მიდიოდა 30 კაცთან თანდას, ანუ ერთ სივრცეში მაგალითად. ის კი არა რომ მისი ბრალია. არის ის მან რომ ძალადობის ხოთა მithumetes პირად ურთიერთობებზე, ხო? ეს ცალკე უნდა მოხდეს საკითხვა ადამიანის. აი მაგალითად ნუ აქ ხა როგორ გითხრათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო დამკითხეს მაგალითად ძალადობის ხოთა როცა წარმოგიდგენთ ემოციურად ვიყო, გავითიშე ისე ვიყავი. აი ხო, ის პოლიცია რომ მოვიდა და ასე შემდეგ. პირდაპირ გადამიყვანეს და დაიწყეს დაკითხვა. აი მძიმე ემოციურ ფონზე. ხო, როცა მე გამოვიდა ხასტურდი, მე სულ ვეუბნებოდი ხოლმე რა, რომ ესე ჭკუაზე არ ვიყავი, ხო?
აი ხლა მძიმე ემოციური ფონი მქონდა. ვიყავი აბსოლუტურ შოკში, რაც ხდებოდა, ხომ? ხო შეიძლება რომ თქვათ დაკითხვა, გააკეთო, ან დააწყნარდეს ადამიანი, ან თქვათ აუხსნა რა ხდება და როგორ ხდება, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცოდი, საერთოდ სამართლის სისტემაზე შეხება არ მქონდა. ეხლა ყველაფერს რა ვიცი, მე მგონი რაღაც იურიდიული სკოლა გავიარე და თქვათ ამ ხარვეზებზეც ლოგიყვებით და თქვათ დადებითზეც და უარყოფითზეც, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ მხრივ. საშინელება ხდება ამ სისტემაში, იმიტომ რომ ყველა ეს კანონი არის ქალის საწინააღმდეგო. რომ ქალმა უნდა მოითმინოს, ქალმა ხმა არ უნდა ამოიღოს, ქალმა უნდა დაინდოს და ქალმა უნდა შეინახოს ნამუსი. ძალიან რთულია ხალხო. მოძალადის ესე ძალდობის მხარეს პირობები უნდა შეუქმნა რომ მან გელაპარაკოს. მე დღესაც არ შემიძლია გარკვეულ დეტალებზე საუბარი. აი ხაც თავს ვიყავებ, რომ თქვენ დეტალები გითხრათ. და გეტყვით რომ იცით რა არის ჩემს ადვოკატს დაურეკეთ, ეს არის ჩემი თავდაცვის მექანიზმი. ხებით? თავს ვიცავ ასე, ემოციურად ვიცავ თავს. მე ეს გააზრებული მაქვს და ჩემს ასე ვთქვათ თავთან ვიმუშავე, რომ აი თეა ეს დაგემართა, ნუ რა ვქნათ, ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ, ხომ? და ვცდილობ რომ ჩემ თავი დავინდო. იმ კუთხით რომ მე ჩემ თავს ვსჯიდი რომ ეს არ უნდა დამმართნოდა. და ფსიქოლოგიურ დახმარებას ამ დრომდე იღებთ? ნუ დროდადრო ვურეკავ ჩემს ფსიქიატრს, იმიტომ რომ ხანდახან მიჭირს. მაგრამ ეხლა როგორ გითხრათ, რაც ეს საუბარი დავიწყე, ხომ? უფრო ნაკლებად. უბრალოდ ეხლა უკვე გავიაზრე რომ ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩართული ვარ და ჩემი თავი არ უნდა დავადანაშაულო და განსაკუთრებით მას მე გავიაზრე რომ როდესაც ეს აბოროტი ქალი მიწოდეს და მივხვდი საიდან უბერავდა, უკვე საბოლოოდ დავწმუნდი საიდან უბერავდა ქარი. ხომ? და იქ სასწაულები რომ დამაბრალეს, რა ვიცი ხა. და ყველაზე ამ სექტემბერში იყო ყველაზე სასაცილო რაღაც. როცა მდინარეზე გამოვიდა და თქვა რომ მე ვარ ესე იგი გლობალური ომის პარტიის წევრი. მაგიტომ ხო, ნუ ეგ ჩვენ კი გვეცინება ამაზე, მაგრამ ეგ სხვა ლაიტმოტივი ედო მაგას. ანუ თქვენ საბოლოო ჯამში თქვენზე ესეთ დევნას, რომელსაც უწოდებთ სახელმწიფოს მხრიდან, ხსნით უფრო მეტად იმით, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გქონდათ ამერიკელებთან და არა იმით, რომ თქვენი სხვა განცხადებები სხვა პროექტებზე შესაძლოა. ორივე, არა. ორივე, რატომ ეხა ცალ-ცალკე, ორივე აღიზიანებდათ. თქვენ რა გონიათ, ეხა ძალიან მოყვარ ვარ ამ იმას, რა ქვია იმას, სამშენებლო კომპანიებს. ნოშიკოს ხო არ ვეყვარები ეხა ნამარაძეს. მესიჯებს მიგზავნიდნენ ხო, აი ეს ქალი. ამ ქალმა ყველაფერიც ეს ეხა ცოტა ღიმილითაც ვიტყვინო რაღაცა. საშინელებები იყო. რა ვქნათ ეხლა? ყველაფერს თავისი ფასი აქვს. მე უნდა გადამიხად და გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ? მე დავრჩებოდი და ვთქვათ, ჩამსვავდნენ ციხეში, ხო? იმიტომ რომ 3-დან 6 წლამდე მუხლია. რომ ვიმსჯელეთ, იცით როგორი რაღაცა იყო და აბსოლუტურად გავუგე ნატასაც. მე და ნატა ვილაპარაკეთ ამაზე. ნატა არ არის ჯანმრთელი. ჯანმრთელი არ შემიძლია რომ ასეს მისი ინფორმაცია გავაშკარო. უბრალოდ ისიც მე ვერ გავძლებდი და მე მას გავუგე. რატომაც ვერ გაძლებ და ის ციხეში იმიტომ 9 დღე იყო და მას ეს არ შეეძლო პროსტორად. მეც იგივე მდგომარეობა მაქვს. ჩემი ჯანმრთელობა მას ვერ აიტანდა. თან ას ფიქრობ ის რომ ამდენი ხალხი არის საპატრონო, ხო? ამ ციხებიდან ეს ხალხი უნდა გამოვიდეს. კიდე მე რომ დავემატო, თქვათ, ჩემ ოჯახს, ჩემ ხალხს რა ხეირი. მე პოლიტიკურ თავშეობას არ მოვითხოვ, იმიტომ რომ მე საქართველოში უნდა დავბრუნდე. არ ვფიქრობთ რომ დიდი ხნით წავედი, იმიტომ რომ ჩემ ეს რას ნიშნავს, მე თუ დიდი ხანი ვერ დავბრუნდი, ესე იგი ეს ქვეყანა ჩავაგვარდეთ რუსებს და ეს ნამდვილად არ მინდა. უბრალოდ ფიზიკური, აი, იცით რა, ვერაფერს ვერ გავაკეთებდი ციხიდან. და გამოვიდოდი მკვდარი, რასაც ქვია, ან შეიძლება ვერც მეცოცხლა. და აქედან გაცილებთ საშიში ვარ ნასტია.
ვისარგებლებ შემთხვევით ალბათ იცით მზე ამაღლობელის ამბავი, რომელიც ასევე ქალია, ასევე ციხეშია ეხა უკვე და მზეამ გადამაწყვეტინა წას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უფრო და უფრო გვაშფოთებს, იმიტომ რომ იცით რომ შიმშილობს, ხო, აი მასზე თუ შეგიძლიათ რაიმე თქვათ. მზეამ გადამაწყვეტინა წასვლა, სიმართლე გინდათ. ძალიან წუხარდა, აი ჩემთვის არის აი ძიმე, იმიტომ რომ ის როგორც ქალი ისჯება. ის არის სჯება როგორ გითხოთ პირველ რიგში ის ისჯება როგორც ქალი რომელიც ხმა მოიღო და რომელმაც ბევრი კაცი გაამწარა. იმიტომ რომ როდესაც კაცებს ამწარებ აი ამ არაკაცებს ამ ქვეყანაში ხო? აი ქალზე უფრო მეტი რეაქცია აქვთ. აი ის არის სჯება როგორც ჟურნალისტი? როგორ არა ისჯება ხეს, მაგრამ პირველ რიგში როგორც ქალს სჯიან სამაგალითოდ. იმიტომ რომ ქალების ეშინიათ ამ არაკაცებს. ქალს რატო დევნია? იმიტომ რომ ეშინია მისი. თუ რა გონიათ, ფობიაა ეს. ქალების ფობია ჭირთ ბევრს ჩვენთან. ანუ გაწასასვლელი ბილეთები იყიდეთ მას შემდეგ, რაც მზე ამაღლობელი დაიჭირეს? გადამაწყვეტინა კი. მე მივხვდი რომ ამას გამიკეთებდნენ. მე არავინ აღარ დამდოდა. უკან დაბრუნება როგორ წარმოგიდგენიათ რამდენ ხანში? ოპტიმისტი ვარ მე. ბუნებით. 2 თვე მაქვს მიბლინება. 2 თვეში მინდა რომ ჩამოვიდე. გულით. ვიცი რომ ვერ ჩამოვალ 2 თვეში. ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა იზრუნეს რომ მე გარანტირებული მაქვს აქ ცხოვრება, ანუ არაფერი პრობლემა არ შემექმნება. და მითხრეს ახლა რომ შეამჩნიეს ჩემი განწყობა, რამდენიც გინდა. ეს რამდენიც გინდა დამოკიდებულია იმაზე, ჩამომიყვანს თუ არა ჩემი ხალხი საქართველოში.